იუსტიციის ახალი სახლი დღეს ქუთაისში გაიხსნება. ყველაფერი ერთ სივრცეში და სერვიზი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე. სისტემას ევროპაში ანალოგი არ აქვს. ქუთაისის იუსტიციის სახლში მომხმარებელ საშუალება ექნება 250-ზე მეტი მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს. საზეიმო გახსნა ქუთაისში საღამოს 6 საათზე იგეგმება. შენობის არქიტექტურაზე კომპანია მაგისტილმა იმუშავა. ინტერიერის დიზაინი კი ბათუმის, რუსთავისა და მესტიის იუსტიციის სახლების მსგავსად ამერიკულ კომპანია სენტეოს ეკუთვნის. ქუთაისშია მოამბის გადამღები ჯგუფით სოფო ოხანაშვილი ჩაგორთება მოამბის პირდაპირ ეთერში. სოფო, რა ხდება ამ წუთებში ქუთაისში? ქუთაისის იუსტიციის სახლის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება. ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ შენობა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე უწყების 250-ზე მეტ მომსახურებას, უკვე ოფიციალურად გაიხსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისის იუსტიციის სახლი ერთადერთია იუსტიციის სახლებს შორის, რომელიც თავის თავში მოიცავს და აერთიანებს არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს მომსახურებას, არამედ სხვა სახელმწიფო უწყებების მომსახურებასაც. მაგალითად, ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ აქ მიიღონ არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს მომსახურებები, არამედ ენერგეტიკის სამინისტროს სალიცენზიო მომსახურებითაც ისარგებლონ. 300-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი 7 თვე ინტენსიური მუშაობა და იუსტიციის სახლი მზად არის, რომ მიიღოს მოქალაქეები და ხვალიდან ჩვენ 250-ზე მეტ სერვისს აი ინოვაციური მოდელით მივაწვით უკვე ქუთაისის მოსახლეობას. რაც ყველაზე მთავარია, დღეს იქნება გახსნის ცერემონიალი, ველოდებით საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 6 საათზე გახსნის იუსტიციის სახლის შენობას. ქუთაისის იუსტიციის სახლის შენობის ინტერიერი ბათუმის, რუსთავისა და მესტიის იუსტიციის სახლების მსგავსად ჩვენმა კომპანიამ დააპროექტა. ფიქრობ, დიზაინი სრულად პასუხობს ამ უზარმაზარი შენობის სტანდარტებს. ამერიკული კომპანია სენტეო, რომელსაც მე წარმოვადგენ, მიესალმება საქართველოსთან თანამშრომლობას. იმის გარდა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული თვალსაზრისით შენობა, ამის გარდა მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ზოგადად რეგიონში, თავის ფუნქციიდან გამომდინარე. აქ მუშაობს დაახლოებით 300 ადამიანი და ყველა არის დასაქმებული ადგილობრივი კადრი. უმრავლესობა არის დასაქმებული ადგილობრივი კადრი. ეს ხელშეუწყობს ისეთი დიდი პრობლემის მოგვარებას ამ ქალაქში, როგორიც არის უმუშევრობის დონის შემცირება. იუსტიციის სახლის ოფიციალურად გახსნის შემდეგ დაგეგმილია საათნახევრიანი კონცერტი, რომელიც ადგილობრივებს და ქუთაისის სტუმრებს შესთავაზებს. მგზავრები ისინი შეასრულებენ როგორც ძველ ჰიტებს, ასევე ახალ სიმღერებს, რომლებსაც პირველად სწორედ იუსტიციის სახლის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე იმღერებენ. სცენა ამ დროისთვის უკვე დამონტაჟებულია, ტექნიკური პერსონალი მხოლოდ დეტალებს აზუსტებენ იმისთვის, რომ კონცერტმა მაღალ დონეზე ჩაიაროს. ძალიან ვიხარია, რომ აქ ვარ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და მართლა რაღაც ნერვიულობ, ძალიან ვღელავთ, იმიტომ რომ ყოველთვის რთულია იმღერო ქუთაისში მithumetes ესეთ მნიშვნელოვან დღეს და ვიმღერებ ძველ სიმღერებს და იქნება ახალი სიმღერები მეორე ალბომიდან, რომელიც გამოვა ერთ თვეში. ანუ სადაც ეს სიმღერები არ ვიმღერია არსად, ვიმღერებ დღეს ექსკლუზიურად, ასე ვთქვათ, ქუთაისელებისთვის. ერთ სივრცეში გაერთიანებული მომსახურებით ადგილობრივებს სარგებლობა უკვე ხვალიდან შეუძლიათ და აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე ხვალვე იუსტიციის ახალ სახლში დაიწყება ID ბარათების გაცემაც.